გიორგი გახარიას დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების ვადა 2 ივლისამდე მისცეს, ის ქვეყანაში არ იმყოფება, დისტანციურად ჩართვას კი კომისია არ დათანხმდა. დღესვე იმსჯელეს პაატა ქარდავას გატაცების და მკვლელობის საქმეზე მოусმინეს მის შვილს და მეუღლეს. დეტალებით მანენა დევაძე საკანონმდებლო ორგანოდან შემოგვიერთდება. მანენა გისმენთ. დროებითი საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას საქართველოში დასაბრუნებლად დამატებით დროს აძლევს და კომისიის ხდომაზე 2 ივლისს იბარებს. კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განმარტებით პარტია საქართველოსთვის ლიდერს შეტყობინება 3 სხვადასხვა გზით გაუგზავნეს და პირადად გიორგი გახარიასთვის ცნობილი იყო, რომ დღეს 12 საათზე ხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო და ჩორჩანის ეპიზოდზე და ოპოზიციაში მისი ყოფნის პერიოდზე ესაუბრა, თუმცა მისი თქმით გახარიას წარმომადგენელმა რომ ის საქართველოში არ იმყოფება, რამდენიმე კვირის განმავლობაში საზღვარგარეთ დარჩება და კომისიის სხდომაზე ონლაინ რეჟიმში ჩაერთვება, რასაც დროებითი საგამოძიებო კომისია არ დათანხმდა და კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას ფიზიკურად მოსვლა მოითხოვა. კომისიის წევრებმა დღეს ეს საკითხი კიდევ ერთხელ განიხილეს და გიორგი გახარია 2 ივლისის კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს. 16 ივნის თბილისში, წავკისში პირადად ბატონმა გიორგი გახარიამ თავისი ხელმოწერის ქვეშ ჩაიბარა შეტყობინება, რომ დღეს 23 ივნის 12 საათზე უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად. მას ამ დროს, როგორც ამას ადასტურებს ფელდეგერის მიერ შედგენილი ოქმი, არავითარი მინიშნებაც კი არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ ის ან ვერ მოვიდოდა, ან არ მოვიდოდა, ან ქვეყნიდან გამგზავრებას აპირებდა. თავიდან მოთხოვნა თუ თხოვნა თუ შუამდგომლობა იყო ასეთი, რომ 23-ში ვერ ჩაერთვება, მაგრამ მომდევნო დღეს რომელიმე დღეს ჩაერთვება, იმიტომ რომ ის არაერთი კვირის მანძილზე არ აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას. ცოტა ხანში მოთხოვნა შეიცვალა და იყო, რომ ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას კომისიასთან და 23-ში დათქმულ დროს რა კი ვერ მოდის, ამიტომ ჩაერთვება. ეს კაცი არის პასუხისმგებელი, რომ მილიონი კვადრატული მეტრი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ჩამოშორდა სახელმწიფოს კონტროლს და ეს ტერიტორია დაიკავეს ოკუპანტებმა. ჩვენ გვინდა სიმართლის გაგება და მისგან სიმართლის მოსმენა აქ და არა თქვათ წინაპირობების შექმნა, რომ როგორმე ის რაღაცა საპატიმროში აღმოჩნდეს. ეს არ არის ჩვენი ამოცანა. მივცეთ რაღაცა გონივრული ვადა. ის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც მიიღო შეტყობინება, დაადასტურა და არაფერი არ უთქვამს, რომ ან დაგეგმილი აქვს უცხოეთში ვიზიტი და მხოლოდ როდესაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, მერე შეგვატყობინა, რომ მე წავედი ქვეყნიდან. ძალიან კარგად მიხვდა ის, რომ მძიმე იქნებოდა მისთვის ამ კითხვებზე პასუხების გაცემა, ალბათ ვერც გასცემდა. ვფიქრობ, ამიტომ აქვს ასეთი პოზიცია, რომ რაღაცა იქ ჩართვა, ჩავერთვები იქიდან, მერე შეიძლება რაღაცა ტექნიკური ხარვეზი მოიმიზეზოს და ეხლა მე ვეღარ ჩავერთვები და ასე შემდგომ, მაშინ როდესაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ვინ არის მომხრე, რომ დღესვე გადაიგზავნოს მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული საკითხი საქართველოს პროკურატურაში შემდგომი რეაგირებისთვის. არავინ როგორ ჩანს დავიბაროთ კიდევ ერთხელ. კიდე ახალი სპეკულაციები არ მოყვეს. მაქსიმალური ვადა მივცეთ, რომ არ თქვან, რომ რაღაცა ფრენა არ იყო, ბილეთი არ იყო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ავიღოთ 2 ივლისი, ანუ ეს არის ფაქტობრივად 9 დღე და რა ვიცი, ახლა ყველანაირად გონივრული არის და ყველანაირად საშუალება ეძლევა ადამიანს, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში. ეს მიიღებს თქვენი ნებართვით უკვე თავმჯდომარის წერილის ფორმას და მიეწოდება დადგენილი წესით. ამის შემდეგ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე პაატა ქარდავას გატაცების და მკვლელობის საქმე განიხილა. კომისიის წევრებმა მოკლული პაატა ქარდავას შვილს ქრისტინე ქარდავას და მის მეუღლეს მოусმინეს, რომლებიც 17 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს ემოციების გარეშე ვერც დღეს იხსენებენ. ქრისტინე ქარდავას ინფორმაციით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისი უდანაშაულო
მამა ჯერ ბათუმში გაიტაცეს, შემდეგ შავ ზღვაში კატერით შეიყვანეს, სადაც რომან შავათავა მოკლა და თანმხლებ პირებთან ერთად ზღვაში ჩაძირა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, პაატა ქარდავა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 27 აგვისტოს გაუჩინარდა და მას სამშობლოს ღალატი და აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობა დააბრალეს. მოკლული პაატა ქარდავას შვილის განცხადებით, მამის გაუჩინარებიდან 4 წლის განმავლობაში ოჯახმა არაერთი მცდელობის მიუხედავად სიმართლის დადგენა ვერ შეძლო და ხელახალი გამოძიება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხერხდა. ქრისტინე ქარდავა ვარაუდობს, რომ მისი მამა წინა ხელისუფლების შესახებ ისეთ ინფორმაციას ფლობდა, რის გამოც უდანაშაულო ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტეს. მამამ წამიყვანა ბაზარში და მთხოვა მეყიდა რაღაც სურსათი, რადგან მეორე დღეს იყო მარიამობა, სახლში ველოდებოდით სტუმრებს თავდაცვის სამინისტროდან. ვიცოდი, რომ მამას სამსახურში ჰქონდა თათბირი, მიიღებდა თავის დავალებას და ამის მერე გამომივლიდა და დამსვამდა სახლში. მეორე დარეკვაზე ეგრევე მიპასუხა და მითხრა, რომ აი რაღაც ძალიან სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და უნდა წასულიყო. მამა იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან დეტალებში მკითხავდა, მე დამრჩა თუ არა ტაქსის ფული, შემეძლო თუ არა სახლში წასვლა, სიმძიმეების წაღება. 11-დან 12 საათამდე მანქანა დაფიქსირებული იყო ხობის რაიონ სოფელ 1 მაისთან და მოიტანეს ესეთი ინფორმაცია, რომ მანქანა მართლაც იდგა იმ ტერიტორიაზე. მერე იქ მიუდგა გვერდით ნივის მარკის ავტომანქანა. მამა გათიშულ მდგომარეობაში ორმა პიროვნებამ გადმოიყვანა, გათიშული რა ჩამოცმული ქონდაო შავი ქუდი და აშკარად ნებით რო არ მოდიოდა ეს ადამიანი ეტყობოდაო. როგორც კი გამომძებელს გადავეცით ეს ინფორმაცია, გვითხრა რომ ჩვენ ესეთი პიროვნება ვერ ვიპოვეთ, მეზობლები რო დავკითხეთ იქვე მოსახლეობა ვინც არის, გვითხრეს რომ აქ არაფერი არ უნახავთ. მიუყვანეს სოფელ შეკვეთილთან რომან შამათავას. კიდევ ერთ მანქანაში გადასვეს და ეს მანქანაც გაყვა უკან. წაიყვანეს ბათუმში. ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან მახსოვს ესეთი სიტყვები, რომ როგორც ცემდა მამას რომან შამათავა. სადისტი, არა ადამიანი. და აიძულებდა რომ რაღაცა ეღიარებინა, არ ვიცი რის აღიარებას თხოვდა ალბათ. რაღაცა აბსურდი რომ დაებრალებინათ მამისთვის. მაგრამ მიიყვანეს ბათუმში ნავმისადგომთან, ჩასვეს კატერში, გაიყვანეს დიდ სიღრმეში ზღვაში. და მამა თურმე თხოვდა რომ არ გადაეგდოთ სხვაში, რადგან ცურვა არ იცოდა და კიდე ალბათ იმედი ქონდა რომ არ მოკლო. გვარები რო ჩამოთვალოთ, რომან შამათავა, მკვლელი. რომან შამათავა. ალექსანდრე დანელია. ეს არის პიროვნება, რომელსაც აი რო ვახსენე, რომ მამიკოს ტელეფონები ედო სამსახურში. ბახვა ჩიქობავა. რომელიც დღეს თურმე გმირია და მამა ჩემი მოღალატე და კატერს მართავდა გიორგი ჩიქოვანი, იგივე მაიმუნი. ხვით რომ კატერში მყოფი ორი ადამიანი გარდაცვლილია, რომლები არიან ეს? ალექსანდრე დანელია და ბახვა ჩიქობავა. რითი გარდაიცვალნენ, ხომ არ იცით? ალექსანდრე დანელიამ თავი მოიკლა, როგორც იყო და წავიკითხე სოციალურ ქსელში და ბახვა ჩიქობავა მოკლეს უკრაინაში. სხვის სამშობლოს იცავდა და აქ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილებს კლავდა და ზღვაში აგდებდა. მამა ომის პერიოდში იყო სვანეთში ასული. მის ყოფილ უფროს დასჭირდა რაღაც დახმარება და მამამ აიღო საკუთარ თავზე ეს პასუხისგებლობა და ავიდა სვანეთში. აი ერთადერთი ვარაუდი, რასაც ვფიქრობ, რომ აი რატო უნდა გაეწირათ მამა.
მამას რო რამე დანაშაული ქონოდა დარწმუნებული ვარ საჯაროზე გამოიტანდნენ ამას და იცით თქვენ იმ დროს რომ მარტივად შეეძლოთ მამისთვის ბევრი რაღაცის დაბრალება. გატაცება ანუ ეს უკვე თავიდან ბოლომდე მიუთითებს იმაზე რომ აქ რაიმე შეიძლება გონივრულ ეჭვთან კი არ არის საქმე. საქმე არის ალბათ იმაზე, რაზეც თქვენ თქვით, რომ ადამიანები ვინც ამბობდნენ რომ აი ამ ომის დროს დაშვებული იქნა ხშირ შემთხვევაში ფატალური ან ლაჩრული შეცდომები და ამას ათვიცნობიერებდნენ და ამბობდნენ ესეთი ადამიანების მოცილება უნდოდა. ყველას უნდა მიესაჯოს, რადგან პატა არ არსებობს, იმათ ეს სასჯელი მაინც უნდა მოიხადონ. ვის გულისხმობთ? ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში? კატერში ვინც იყო, იქიდან არის ვინმე ვინც არ არის ყველა დასჯილი. დამნაშავე აქ. მე არ მგონია ადამიანი გაიყვანო და დამნაშავე არ იყო. თუნდაც ვინც ბათუმში ჩაიყვანა, ვინც მანქანახურჩამდე მიიყვანა და ასე შემდეგ. ამ ხალხს გულისხმობთ. მე ასე ვთვლი, ყველა დამნაშავეა ყველა ჩვენ დამნაშავე. წინაშე და პატას წინაშე, რომელიც მოღალატედ გამოაცხადეს და გაანადგურეს ჩვენი ოჯახი და მეორედ მაშინ გაანადგურეს, როცა შამათავა გმირად გამოაცხადეს და პატა მოღალატე და ესე იგი გაანადგურეს ჩვენი ოჯახი. ვინ გამოაცხადა შამათავა? სააკაშვილმა. რაღაცა კანონები უნდა არსებობდეს, რომ მას შეეზღუდოს მოქმედება აი საზოგადოებაში, რომ მიიღოს მონაწილეობა აი ასეთ საქმეებში. დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტს უფლებამოსილების ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს. საკითხი უკვე დაინიცირდა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, თუმცა კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განმარტებით მხოლოდ 2 საჯარო სხდომის გამართვა იგეგმება. 30 ივნისს კომისიის წევრები პატიმრობაში მყოფ ნიკა გვარამიას ონლაინ რეჟიმში ჩართვას თავაზობენ. 2 ივლისის სხდომაზე კი კომისია გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ იბარებს. მადლობა მანენა დევაძე იყო პირდაპირ ეთერში.